სხვა მინდა ძიმე სამუშაოები უცხოელებმა შეასრულონ, ხოლო ქართველები იყვნენ პროფესორები, მოსამართლეები და ასე შემდეგ. მე გამოდივარ ლიბერალი და თქვენ კონსერვატორი. პლუს უცხოელები იაფი მუშახელი. ზუსტად მაგ ლოგიკაზე გაყვნენ ფრანგები, გაყვნენ გერმანელები და აღმოჩნდა, რომ ტიპები, რომლებიც უბრალოდ შემოუშვი რომ ქუჩა დაეხვეტათ, იმ ტიპებმა მერე შექმნეს ცალკე უბნები, სადაც შენ ვეღარ შედიხარ, დააყენეს ისეთი სიტუაცია, ხალხს რომ ქუჩაში გაუშვებ, შეიძლება გაგიბახონ, დააყენეს სიტუაცია, რომ ლონდონის მერი გახდა პაკისტანელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ინდუსი და ეგრე თუ გააგრძელეს, ხალხი რომელიც თავიდან ჩამოიყვანეს ევროპელებმა, რომ ქუჩა დაეხვეტათ, დაიმკვიდრებს მათ მიწას. ზუსტად ეგ გეგმა ქონდათ ევროპაში. ჩამოვიყვანოთ ვიღაც არაბები, აფრიკელები, ისინი იმუშავებენ. ბაღებად, ჩავმუშება და ჩვენ ვიჯდებით და კარგ შევჭამთ. ეგ იყო გეგმა, ის ჩამოსულები მე განზე მოვიდნენ, გამრავდნენ. მე ეგ გეგმა გადაიზარდა ლიბერალიზმში და იმათმა დაიწყეს უფლებების აღება, იმათმა დაიწყეს მთავრობაში თანამდებობებზე მოსვლა და ეგრე ვერავინ ვერ დაუყენებს საკითხს, შენ იქ იმუშავე, სულ სამუშაო. მოქალაქე თუ გახდა, ყველა უფლება თუ აქვს და ჩვეულებრივად ინტეგრირებულია შენ საზოგადოებაში, მე რას იზამ აქ?